მომამზადი ხორცის ღვეზელი, რომლის ცომიც მზადდება სწრაფად, მარტივად, ინახება მაცივარში რამდენიმე დღით. არის ფაფუკი და რაც მთავარია უნივერსალური. ქვილს შეურიე გამაფხვიერებელი, მარილი. შემდეგ დავამატე არაჟანი, გამდნარი კარაქი და ერთი კვერცხი. მოვზილე ცომი და დავასვენე მაცივარში. შემდეგ დაფაზე გადავიტანე ზეთი და ხახვი. ოდნავ რომ მოითუშა დავამატე გატარებული საქონლის ხორცი. დავაგრძელე მოთუშვა და ხორცმა როგორც კი წვენი დაიშო დავამატე წინასწარ მოხარშული წვრილად დაჭრილი კარტოფილი. შეურიე მარილი, პირპილი, წითელი დაღერღილი ძიზაკა და ქონდარი. ცომი გამოვიღე მაცივრიდან და გავყავი ორ თანაბარ ნაწილად. ფორმაზე გადავიტანე საცხობი ქაღალდი და შემდეგ გაბრტყელებული ცომი. მოვათავსე გულსართი და შემდეგ ცომის მეორე ნახევარი. გადავუსვი კვერცხის გული, შემოუკეცე გვერდები და გადავიტანე წინასწარ გახურებულ ღუმელში. ვაწყვე 180 გრადუსზე 40 წუთს.